მეცხრე არხს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ ქონია. სტერეო პლუსმა შეიტანა სარჩელი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ, სადაც მეცხრე არხი როგორც მესამე პირად იყო ჩაბმული და აბსოლუტურად იზიარებდა სტერეო პლუსის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ იყო სამართალ დარღვევა. სამწუხაროდ დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. დაუკმაყოფილების მიზეზად განაცხადა შემდეგი, რომ სტერეო პლუსი ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს. რომ ამის უფლება მას არ გააჩნდა და შესაბამისად კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არის სამართლებრივი. რაც აბსოლუტურად არ ვეთანხმებით. სამართლის ზებნა გრძელდება. მოკლედ ეს გადაწყვეტილება ცხადია იურიდიულ ზალაში ჯერ არ არის შესული, სანამ შევა ჩვენ აუცილებლად აპელაციაზე შევიტანთ განცხადებას, ასე რომ არაფერი არ იცვლება ამ მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამართლის ზებნას. ყველაფრის თავი და თავი მაინც ის აღრეული კანონმდებლობაა მარეგულირებელ კომისიას და წესები და კანონები, რომელიც მისთვის შეიქმნა, მე გამოვიყენებდი სიტყვას ჩაიყარა ადეიშვილის და მის ნაირების მიერ, იმიტომ რომ თითქმის ყველა ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ქმედება, როგორც დასაშვებია, ასევე დაუშვებელია, ასე რომ სასწრაფოდ მისახედია და გასაწმენდია კანონმდებლობა. ის რაც სამომავლოდ უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, რეალურად აბსურდია, როდესაც კომპანია ამ სივრცეში მუშაობს 7 წელი და მერე მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება, რომ ის დამნაშავეა, როცა მეცხრე არხს ეხმარება. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ვაგრძელებ სამართლის ზებნას. ასე რომ აუცილებლად კანონიერი გზით გავასაჩივრებ და მივახცევთ იმას, რასაც ვიმსახურებთ.